ვინ ფიქრობს ახლა თქვენზე განუწყვეტლებ, ვინ არის ეს ადამიანი, ვინც ახლა თქვენზე ფიქრობს განუწყვეტლებ. მაშ სადამე, ვინ არის ეს ადამიანი? ვინ ფიქრობს თქვენზე განუწყვეტლებ? თქვენზე განუწყვეტლებ ფიქრობს ადამიანი, რომელსაც აშკარად გვირგვინზე ხელი უკარით. თქვენზე ფიქრობს ადამიანი, რომელსაც უნდა რომ თქვენთვის დაენახებინა თუ როგორი მაგარია, როგორი ძლიერია, როგორი ჭკვიანია და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ადამიანი არ წარმოადგენს იმ რეალობას, რომელსაც ის თქვენ ან გაჯერებდათ, ან ცდილობდა, რომ დაეჯერებინა, ხო? რას ფიქრობს თქვენზე ადამიანი და უბრალოდ ვინ ფიქრობს თქვენზე, რას ფიქრობს, არა ვინ ფიქრობს თქვენზე, ხო? თქვენზე ფიქრობს ეგოისტი ნარცისი, რომელსაც აშკარად აწუხებს ის, რომ ბოლომდე ვერ მიიღო ის, რისი მიღებაც უნდოდა და შესაბამისად ის ცდილობს, რომ არ დაგანახოთ ეს ყველაფერი, ის ცდილობს, რომ მაქსიმალურად შენიღბოს ეს საკუთარი ინტერესი და ფიქრები თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ასეთი ადამიანი თქვენს რეალობაში ნამდვილად არის. ვინ ფიქრობს კიდევ თქვენზე განუწყვეტლებ? ორიანების თასები, არკანი იმპერატორი. ვინ ფიქრობს თქვენზე განუწყვეტლებ? რამდენად დაგვეჯერება ეს ყველაფერი? არა, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, რომელთანაც შესაძლებელი ადრე გქონდათ გარკვეული სასიყვარულო ურთიერთობები. ადამიანი უბრალოდ თავისი სცენარით თამაშობდა, აი ამ ადამიანს ახსენდებით გამუდმებით. ადამიანი უბრალოდ იღებდა იმას, რისი მიღებაც უნდოდა. დღესდღეობით ეს თქვენ და ეს ადამიანი აღარ ბრძანდებით, აღარ ხართ ერთად. და რა თქმა უნდა, ამ ადამიანის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად არ არის კარგი, იმიტომ რომ ის აუცილებლად შემოიტანს გარკვეულ ქაოსს და დისბალანსს თქვენს ცხოვრებაში. მოკლედ, აი ესეთ ადამიანს ახსენდებათ და ეფიქრებათ. მხოლოდ მისი ფიქრი და გახსენება ტრიალებს იმის ირგვლივ, რომ რაღაც საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა თქვენთან დაკავშირებით და ზუსტად ამიტომ არის ეს ფიქრები. წარმატებები.